მოგზაურობისთვის პირველ რიგში მინდა გითხრათ იუსტიციის მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით როგორც ცნობილია ანუ ინიციატივა არის გაჟღერებული რომ შეიქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ინიციატივით გამოდის იუსტიციის სამინისტრო თქვენი შეფასება უმცირესობის პოზიცია როგორი არის და რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს ამ კომისიას ანუ ეს იქნება ეგრეთ ალტერნატიული სასამართლო რა შეიცავს ჩვენ საერთოდ ამ ინიციატივას არ ვიცნობთ დეტალურად სამწუხაროდ მხოლოდ ასეთი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება ხოლმე იუსტიციის მინისტრი და რაღაც პატარ-პატარა ინფორმაციას გვაწვდის ხოლმე აქედან გამომდინარე დეტალურად საუბარი ძალიან რთულია რაზე ამ შემთხვევაში საუბარი თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ ალტერნატიული სასამართლოს შექმნა ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის თუ არის შეკითხვები გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით ამ კუთხით არის რამე ახალად აღმოჩენილი გარემოება საქმე შეიძლება დაბრუნდეს გამოძიებაში ამის პროცედურებიც არსებობს და ეს შეუძლია გააკეთოს შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა და ისე მიმართონ სასამართლოს და იმსჯელონ ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრი მიეჩვია ძალიან ზედაპირულ განცხადებებს ყველაფერთან დაკავშირებით. მაგალითად იგივე გუშინდელი განცხადებები და მანამდე განცხადებები, რომ სასამართლო თითქოს და ოპოზიციაში უდგას მოსახლეობას. სასამართლოს ფუნქცია არ არის, რომ ქალბატონი თეა წულუკიანის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ყველაფერს ბეჭედი დაუსვას და შტამპი დაარტყას და მისი ზედაპირულობა ჩანს არა მარტო ამ საკითხში, არამედ თუნდაც აიდი ბარათებთან დაკავშირებით გუშინდელ განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ თითქოს ჩვენ საზოგადოებას არ შევხვდით საერთოდ მე მეცინება უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმე რო იტყვის, რომ გიორგი ვაშაძე საზოგადოებას არ შეხვდა არ მქონია შეხვედრა მოსახლეობასთან, თურმე არავისთან არ მისაუბრია აიდი ბარათთან დაკავშირებით, მართლა მეცინება, იმიტომ რომ მეორე მხრივ ხუმრობის საგანი იყო ამის ყოველ მეორე დღეს აიდი ბარათებთან დაკავშირებით ვესაუბრებოდით სხვადასხვა ჯგუფებს, დაწყებული სტუდენტებიდან, გაგრძელებული ბიზნეს სექტორით, არასამთავრობო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საპატრიარქო, რომელთანაც მე პირადად არაერთხელ ყოფილ ვარ და პირადად პატრიარქთანაც მქონდა საუბარი აიდი ბარათთან დაკავშირებით. ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ სინოდს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული აიდი ბარათთან მიმართებაში და პოზიცია აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული და საერთოდ ფიქრობ, რომ ჯერ უმჯობესი იქნება თეა წულუკიანი გაეცნოს კონკრეტულად თუ როგორ მუშაობდა მანამდე იუსტიციის სამინისტრო და მასში ასე ვთქვათ მომუშავე სხვადასხვა ადამიანები და რა ასე ვთქვათ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა საზოგადოებასთან აწყობილი და მე ვფიქრობ ამის შემდეგ ძალიან ბევრ განსხვავებულ დასკვნას გამოიტანს. მე შეგახსენებთ რომ პირველ დღეს როცა დაინიშნა იუსტიციის მინისტრად მან განაცხადა რომ იუსტიციის სახლი არაფერი არ არის და არ განსხვავდება ევროპაში არც ერთი ასე ვთქვათ რეფორმისგან. შემდეგ უკვე პარლამენტში როცა მოვიდა მან თქვა რომ უკაცრავად გავეცანი იუსტიციის სახლის კონცეფციას და ეს მართლაც უნიკალურია და განსხვავებულია. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა საკითხს როცა შეძლებს და სიღრმისეულად გაეცნობა მას სხვა პოზიციები ჩამოუყალიბდება და მართლა მეცინება იმასთან დაკავშირებით რომ ჩემზე ვინმე იტყვის რომ მე ხალხს არ ხვდებოდი და საზოგადოებას არ ვესაუბრებოდი აიდი ბარათთან დაკავშირებით. ამიტომ არა მარტო ეს მე უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე ხა რა საკითხსაც მე თვითონ მუშაობდი აიდი ბარათზე. მე ვფიქრობ რომ საერთოდ რატომღაც გონია ქალბატონ თეას რომ რასაც თვითონ ფიქრობს ის არის სამართლიანობა და ის არის ყველაზე ასე ვთქვათ სამართლიანი ადამიანი მსოფლიოში მისთვის არც ევროპელების, არც ევროსაბჭოს, არც ევროპის სხვადასხვა ლიდერების განცხადებები არ არის მისაღები და ფიქრობს რომ მხოლოდ თვითონ არის ასე ვთქვათ გარკვეულწილად განსაზღვრელი საქართველოში სამართლიანობაზე მხოლოდ თვითონ წარმოადგენს საზოგადოებრივ აზრს. მე ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს და ალბათ ეს ცოტა გამოუცდელობის ბრალიც არის, მას არ უმუშავია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და იმედი მაქვს, რომ უფრო ყურადღებით მოეპყრობა ყველა მის განცხადებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. და იმედი მაქვს, რომ სასამართლოზე პირდაპირ და ზეპირი ზეწოლა არ იქნება განხორციელებული კიდევ მომავალშიც მისი მხრიდან. არც ერთი საკითხი, მე სხვა შორის რამოდენიმე სასამართლო პროცესს დავესწარი. ესეთი არაკვალიფიციური ბრალი რომელიც წარდგენილი არის ძალიან ბევრი განსაჯელის მიმართ, მე არასდროს არ შემხოდრე. ერთ-ერთი საკითხი ეხება
ფულის გათეთრებაში ედავებიან, მაინტერესებდა უბრალოდ პროცესზე მივედი და ეს არის ფულის გათეთრებაში ედავებიან კონკრეტულ კომპანიას. მაგრამ ამ ფულის გათეთრება რა არის? ვიღაცას აქვს შავი ფული და ამას უნდა ლეგალური ფორმა მისცეს და აი მაგალითად ანგარიშზე აისახოს, რომ ამ ადამიანს აქვს ლეგალურად ნაშოვნი რაღაც თანხა. და რაშიც ედავებიან მოქმედებაში არის სრულიად განსხვავებული, ჯერ როგორც ვიცი ის აბსურდია, მაგრამ განსხვავებულია, რომ ედავებიან რაში ვიღაცას მისცა ფული, რომელმაც თითქოს 10 კატი მისცა თავისივე კომპანიის, ასე ვთქვათ, ადამიანი არის კომპანიის მეპატრონი და თავის კომპანიას მოპარა და შავი ფული მისცა. ანუ ქელბაქიანის საქმეზე ვსაუბრობ. ანუ შავი ფული მისცა ფაქტობრივად თუ რასაც ედავება გამოძიება და შავი ფულის მიცემა არის ასე ვთქვათ, ფულის გათეთრება. აი ესეთი რადიკალურად, ასე ვთქვათ, შეუსაბამო ბრალი არის ხოლმე წარდგენილი პროკურატურის მხრიდან და რატო უკვირს თეატროლუკიანს ის რომ სასამართლო მას ხშირ შემთხვევაში არ უკმაყოფილებს შუამდგომლობას მე ძალიან მიკვირს. აქვე მინდა ვთქვა რომ წინასწარი პატიმრობა ეს არ არის ასე ვთქვათ კავშირში ადამიანის ბრალეულობასთან ან უდანაშაულობასთან, ეს არის კავშირში გამოძიებასთან. არც ერთ ადამიანს მე როგორც ვიცი არ აურიდებია თავი წინასწარი საგამოძიებო მოქმედებებისთვის და არც ერთ საკითხზე არც ერთ მათგანს პრობლემა არ შეუქმნია გამოძიებისთვის. გუშინ იყო რაღაც ზეპირი განცხადებები ისევ კალანდაძესთან დაკავშირებით, რომ იქ რაღაც მოწმეებზე ზეწოლა ასე შემდეგ. უკაცრავად, მაგრამ სირცხვილია უკვე რომ იუსტიციის მინისტრი ესე ბრტყელ-ბრტყელი ზეპირი განცხადებებით საუბრობს და მართლა ყოველგვარი არგუმენტაციის, ფაქტების წარმოდგენის გარეშე შეუძლია აიღოს და თქვას, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა და იმ ადამიანზე თქვათ აუცილებლად სასამართლომ თურმე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სურს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ მართლაც გამოუცდელობის ბრალია და იმედი მაქვს, რომ მეტ გამოცდილებას როცა შეიძენს იუსტიციის მინისტრი უფრო ასე ვთქვათ პროფესიული და პროფესიონალური იქნება მისი კომენტარები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გუშინ თეატროლუკიანმა ასევე დაასახელა კონკრეტული მოსამართლეების გვარები, რომლებიც ძირითადად განიხილავენ ამ გახმაურებულ. სხვა შორის მე რამოდენიმე პროცესზე ვიყავი ისე მოსამართლეებთან დაკავშირებით და გვარები, რომელიც მან დაასახელა, მე ქალბატონები ვნახე, ძირითადად მამაკაცები დაასახელა, სახელი და გვარი ნამდვილად არ მახსოვს მოსამართლეები, სადაც ვიყავი, მაგრამ სრულიად სხვა მოსამართლეები იყვნენ, იქ მე რა პროცესზეც ვიყავი. არ ვიცი ხა, აქაც ცით რა არის ძალიან სამწუხაროა, როცა იუსტიციის მინისტრი ფაქტების, ასე ვთქვათ, დამახინჯებით ცდილობს, რომ არგუმენტირება მოუძებნოს პოზიციას, რომელიც უჭირავს მას და იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მათ უნდათ რომ მათ უკვე გადააქციეს ეს სისტემა მართლაც სერიოზულ სადამსჯელო სისტემად, სადამსჯელო ორგანიზაციად, იგივე დღევანდელი ფაქტის სიბაშვილთან დაკავშირებით. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს უკავშირდება ჩვენი ფრაქციის წევრის ღვინიაშვილზე სერიოზულ ზეწოლას. უნდათ რომ ღვინიაშვილს ხმა მიესცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და სწორედ აქედან არის გამომდინარე, რომ დღეს უცებ საქმე აღძრეს სიბაშვილზე და არაერთი, ასე ვთქვათ, მესიჯი იყო ამასთან დაკავშირებით პირადად ღვინიაშვილთან მიმართებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ შეეშვება სახელმწიფო ახალი ხელისუფლება მსგავს მოქმედებებს, ტოტალურ ტერორს ოპოზიციის და ზოგადად მოსახლეობისაც, იმიტომ რომ მე მესმის დღემდე კიდევ ბევრი ადამიანი ჯერა რომ ქართული ოცნება რაღაც დაპირებებს შეასრულებს ან რაღაცა კონკრეტულ საქმეს გააკეთებს, მაგრამ მათი მოქმედებებით სახელმწიფოებრიობის ზიანის მომტანის მეტი სამწუხარო ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. რამდენიმე წუთი წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის მერის მოადგილეც დაიბარეს ხელმეორედ დაკითხვაზე, ესეც არის თუ არა პოლიტიკური. თბილისის მერიასთან დაკავშირებით და თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით მე მგონი უკვე ყოველგვარ, ასე ვთქვათ, ზღვარს სცილდება მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს თანამშრომლებს სამუშაო განრიგში უკვე ყოველდღიურად უწერიათ ფაქტობრივად, რომ 5-7 საათის მანძილზე უნდა იყვნენ საგამოძიებო ორგანოებში, მერე 1 საათი სამსახურში და მერე არ ვიცი ხა, ამიტომ არანორმირებული სამუშაო დღით უწევთ მუშაობა. კარგი იქნება თუ სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფენ თანხას, რომ დამატებით აუნაზღაურონ მათ ის დრო, რომელიც რა დროის მანძილზეც ისინი იმყოფებიან საგამოძიებო ორგანოებში. რამდენი ადამიანი, მარტო ხიზანეიშვილი კი არა, რამდენი ადამიანი მართლა ხა სასაცილოა უკვე. მე ძალიან საინტერესოა, დაიბარებს ფინანსური პოლიცია, მე დაიბარებს პროკურატურა, მე დაიბარებს ეს რა ქვია, კუდი, მე დაიბარებს რომელიღაცა სხვა უწყება, მე ისე ფინანსური პოლიცია. რაღაც მართლა რაღაც სასაცილო ჩარჩოში მივდივარ და მე გამოვეხმაურები ასევე თბილისის მერის განცხადებას, რომ
ამ უაზრო, ასე ვთქვათ, საკითხების ქექვას და ამ უაზრო საკითხებზე მუშაობას ჯობია ხელისუფლება დროულად გადავიდეს საქმის კეთებაზე. მითხარით ერთი მაგალითი მაინც კონკრეტული საქმის, ან პროექტის, ან ინიციატივის, რომელიც მათ დაიწყეს იმისთვის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის საქართველოში, დასაქმება, ოდნავ მაინც იყოს გადაჭრილი. ან რაიმე, ასე ვთქვათ, ჩანდეს მიზანი ამ მიმართულებით, რომ ვთქვათ, აი დასაქმების პრობლემა გვინდა მოვაგვაროთ და ამიტომაც ვიწყებთ რაღაცას, ხო? არ არსებობს ესეთი ფაქტი. ამიტომ სასაცილოა მართლაც და სამწუხაროა, რომ თბილისის მერიის თანამშრომლებს მართლაც სამუშაო გრაფიკში აქვთ უკვე ჩაწერილი, რომ ყოველდღიურად რამოდენიმე საათი, 5-7 საათი ისინი უნდა იმყოფებოდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში. ციბაშვილის საკითხს დავუბრუნდები, ახსენეთ, რომ ღვინიაშვილზე ზეწოლის მცდელობა თავად გიორგი ღვინიაშვილი ამბობს ამას და რაიმე მტკიცებულებები თუ არსებობს, რომ ასეთი ფორმით სურთ ხმამისცენ საკონსტიტუციო. მე ალბათ ფიქრობ, რომ გიორგი ღვინიაშვილი ამაზე კონკრეტულად ისაუბრებს, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიბაშვილი იყო მისი პირველი მოადგილე, შესაბამისად, მათ უნდათ ეს გამოიყენონ ზეწოლისთვის, რომ ის 9 ხმა, რომელიც აკლიათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რამენაირად გამოსტყუონ ადამიანებს და რამენაირად, ასე ვთქვათ, მიიღონ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ესე ძალიან უნდათ უმრავლესობას. რაში ისე გჭირდება კითხვა, რაში დაჭირდათ გიორგი ღვინიაშვილზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოძიება დაიწყოთ მის ყოფილ მოადგილეზე დაუშვათ. შეგახსენებთ იგივე ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მას საკმაოდ ძიმე ბრალდებას უყენებდა და შეეძლოთ გიორგი ღვინიაშვილს. რა ბრალდებას უყენებდა? საუბარი მაქვს ჩვილის გარდაცვალების. ხო, აი ეს სხვა შორის ჩვილის გარდაცვალების ფაქტიც ესეც შინაგან საქმეთა მინისტრის რაღაცა სხვა განცხადებები გვესმის ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით, ხან 2 კვირაში, ხან 3 კვირაში გამოიძიებენ ამ ფაქტს. მე იმედი მაქვს, რომ დროულად გამოიძიებენ ამ ფაქტს და ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი თუ რა მოხდა არჩევნების წინაღამეს. პირდაპირ ვთქვათ, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ფაქტი გამოიყენა არჩევნების დღეს. მე ვიყრიდი კენჭის ისხნის რაიონში და ძალიან ბევრ უბანზე იდგა ხალხი, რომელიც პირდაპირ სკანდირებდა, რომ ბავშვის მკვლელებს ხმა არ მისცეთ. პირდაპირ სკანდირებდა უბანზე, შეიძლება თქვენც წააწყდეთ ესეთ ფაქტს ამ არჩევნებში მონაწილეობის დროს. რატომ მოხდა ამის გამოყენება ამ არჩევნების დღეს და რასთან ჰქონდა საქმე კონკრეტულად ამ ბავშვის ფაქტთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, დროულად უნდა გაეცეს ამას პასუხი, მაგრამ სამწუხაროდ გამოძიება რაღაცა გაჭიანურებულია და ჯერჯერობით არაფერი არ გვესმის სიახლე ამასთან დაკავშირებით. რა მოგახსენოთ, ჯაშუშები გამოუშვეს ციხიდან, 6 კანონიერი ქურდი გამოუშვეს ციხიდან, ესენგეში შევდივართ, რა ვიცი, არ ვიცი, რა გიპასუხოთ და მე მგონი პასუხი თქვენ თვითონ გაქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. საერთოდ გაუაზრებელი პოლიტიკა, მე მგონი გაუაზრებელი კი არა და საკმაოდ კარგად გააზრებული პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ ალბათ კი არა და საქართველოს უნდა შეიცვალოს თავისი კურსი. დღეს ეხლა ამ წუთას ჰქონდა გიორგი აბარამიძეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევალთ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში, რომ სააგარეო კურსი არ შეიცვალოს და კონკრეტულ საკითხებს ავსახავთ, რომ საქართველოს არ უნდა გახდეს ესენგეს წევრი, ევრაზიული კავშირის წევრი, იქ საბაჟო კავშირების წევრი, ვერ იქნება საქართველოს განხილული ერთიან უსაფრთხოების ჭრილში ოკუპანტ ქვეყანასთან, ვისაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, რომ ეს დავაკანონოთ და ეს იქცეს კანონად, რომ ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ, ასე ვთქვათ, ყველა ხელისუფლებისთვის ცალსახა და ნათელი, ასე ვთქვათ. ბატონო გიორგი, თქვენი ოპონენტები ამასთან დაკავშირებით სვავენ ასეთ კითხვას, თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ხარი დაუჭირეს DST-ს შეცვლას, იგივე გია ბარამიძეზე არის ხომ საუბარი, რომელმაც თავის დროზე ხარდაჭირა გამოუცხადა DST-ს შეცვლას. მე არ ვიცი. სხვა შორის თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით? ყოველი წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ თვეში აქვეყნებდა ინფორმაციას პროკურატურასთან ერთად დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით. გაქვთ ეს ინფორმაცია? რატო არ გაქვთ?
რატო არ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ სიტუაცია არის ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდის მდგომარეობა და ეს არის ზუსტად იმ გაუმართლებელი გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც მიიღო ახალმა ხელისუფლებამ. გუშინ წინ მე მქონდა შეხვედრა ისნის რაიონის მაცხოვრებლებთან, მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე მართალია ისნის მაჟორიტარი არა ვარ ოფიციალურად, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან შეხვედრა მაქვს, იმიტომ რომ 21000 ადამიანმა ხმა მომცა ისნის რაიონში და მე მათ მიმართ გრძნობ პასუხისმგებლობას და ინტენსიური შეხვედრები მაქვს თითოეულ მათგანთან. რომელიც ცხოვრობენ მეტრომშენის დასახლებაში და მათ მითხრეს, რომ მაგალითად მანქანის გარეთ გაჩერება მართლაც პრობლემაა. 10-მდე მანქანას ამოუღეს, გაზზე იყო მანქანები გადაყვანილი, გაზის ბალონები ამოუღეს, პოლიციელი მივიდა ჯიხურის მეპატრონესთან, რომელსაც თხოვა, რომ 9 საათზე დაეკეტა ჯიხური. და ამან უთხრა, რომ ყოველდღე მუშაობ ღამის პირველ 2 საათამდე და რატომ უნდა დავკეტო? უთხრა, რომ მაინც არ არის სახარხიბიელო სიტუაცია და ამ ადამიანმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა ტაქსით ვერ ახვიდოდი მეტრომშენში, იმიტომ რომ ტაქსი მეტრომშენში არ ადიოდა, ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო კრიმინალის თვალსაზრისით. ეს რეალობა არის და ამას ყოველდღიურად თითოეული მოსახლე გრძნობს, ესმის ამის შესახებ და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ სტატისტიკური მონაცემები არ გვაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არც არანაირი ალტერნატიული წყარო, რამენაირად მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია განსხვავებით ეკონომიკურ ასე ვთქვათ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია ეს ინფორმაცია, საჯარო არ გაუხდია პრესკონფერენციებს, რომელსაც ყოველდღე მართავენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, არც ერთი პრესკონფერენცია, არც ერთი მათ შეხვედრა არ ეხება დანაშაულის სტატისტიკას. რაც მე მგონი ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, რა ხდება დღეს კრიმინოგენული სიტუაციის თვალსაზრისით სახელმწიფოში და კარგი იქნება თუ თქვენ ჟურნალისტები დაინტერესდებით ამ საკითხით და მიმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები მოგცენ რა ხდება ამ მიმართულებით დღეს საქართველოში. დღეს ისინი უკვე ვიზიტით არიან საქართველოში, შეხვდნენ უმრავლესობის წევრებს, საღამოს გვხვდებიან თქვენ. მაინტერესებს გაითვალისწინებთ თუ არა მათ რეკომენდაციებს უშუალოდ იგივე სასამართლო რეფორმის კუთხით. ჩვენ გავითვალისწინებთ თუ არა? ხო, თანამშრომლებთ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მათ რეკომენდაციებს და კიდევ რამდენიმე საათის წინ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ ამინისტიის კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ მათი რეკომენდაციების გარეშე მიიღო, ესეც უშედეგო. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად ახალი ხელისუფლება ვერ ახერხებს ევროპულ სტრუქტურებთან, ასე ვთქვათ, ნორმალური თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ჩვენ არათუ ვითანამშრომლებთ ვენეციის კომისიასთან, ჩვენი აქამდე, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მუდმივად თანამშრომლობდით მათთან და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას ინტენსიურად. ჩვენთვის ყოველთვის მისაღები იყო მათი რეკომენდაციები, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, ცვლილება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავითვალისწინეთ სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნები ამ მიმართულებით და მივიღეთ ეს ცვლილებები და ყველაზე ცუდი მესიჯი მთელი ევროპისთვის არის, როცა საქართველო არ იზიარებს, არ ითვალისწინებს, არ ელოდება, ასე ვთქვათ, კონკრეტულ პოზიციებს ვენეციის კომისიის მხრიდან. მე ვფიქრობ და მე იმედის გამოვხატავ, რომ გამოთქვამ, რომ ევროსაბჭოს ბოლოს ხდომის შემდეგ და იქ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებების და რეზოლუციების შემდეგ მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება დროულად, ასე ვთქვათ, ჩამოიყალიბებს და შეიცვლის პოზიციას და უფრო მეტად ყურად იღებს რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან და კიდევ ერთხელ ეს არიან ჩვენი მეგობრები, რომელთა ერთ-ერთი ინტერესი არის საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება და ამისთვის მათ ძალიან ბევრი მხარდაჭერა აქვს ჩვენთვის დღემდეც აღმოჩენილი და დარწმუნებული ვარ მომავალში ძალიან ბევრს აღმოგვიჩენია. ბატონ გიორგი, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კანონიერმა ქურდმა დატოვა საპყრობილედ, კიდევ დაგეგმილია, რომ 20-მდე ასეთი ქურდი დატოვებს. ამის პარალელურად ნანა კაკაბაძე ითხოვს, რომ კანონიდან ამოიღონ ის მუხლი, რომელიც კანონიერ ქურდებს საქართველოში ცხოვრებას უკრძალავს და ამბობს, რომ ეს არის დისკრიმინაციული. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე და როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იგივე ახსენებდით კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებას ამ მუხლის აღება? საქართველოში კრიმინალს მართავდნენ კანონიერი ქურდები და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მე მგონი ამაზე პასუხიც კი ზედმეტია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად
საზოგადოებას მაინც უნდა დაეკითხონ, კარგით, ნაციონალურ მოძრაობას არ უსვეთ, მოდით საზოგადოებას მაინც ვკითხოთ, კანონიერი ქურდები გვინდა ჩვენს გვერდით რო ცხოვრობდნენ თუ არ გვინდა ჩვენს გვერდით რო ცხოვრობდნენ. მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა მანქანას რომ მოპარავდნენ ჩემ მეზობლას, ვიდეოდა კანონიერ ქურდთან იმისთვის რომ რამენაირად უკან დაებრუნებია და მახსოვს ჩაკეტილი პოლიციის შენობები, სადაც კარზე კაკუნის შემდეგ და რო ეტყოდი რომ მანქანა მომპარესო, ეუბნეოდნენ ხო იცი ხა რაც უნდა გააკეთო რა, უნდა წახვიდე იპოვო ვინმე რაღაცა ჭყალებში თქვა ვაზვრადზე უნდა იჩალიჩო. ეს განცხადებები იყო, მე მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, შემდეგ სტუდენტობის პერიოდი იყო ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ ახალი თაობა, რომელიც დღეს წამოვიდა, ეხლა ვინც არის სტუდენტი და შენ მათ ყველაზე ნაკლებად ახსოვთ ის პერიოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ ხდებოდა და ყველა ესეთ გადაწყვეტილებას ძალიან ფრთხილად უნდა მოიკიდოს ახალი ხელისუფლება. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ კრიმინალი უკვე გაზრდილია საქართველოში, უკვე რთული მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით და ეხლა კიდე კანონიერი ქურდებიც რომ დავამატოთ ამ ყველაფერს, მე მგონი მარტივად წარმოსადგენია რა მოხდება საქართველოში ამ მიმართულებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს მკაცრი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს, რომ საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულს აღარ დაუშვებს არასდროს. ეს არ არის მარტო ხელისუფლების მოვალეობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. ერთ რამეს უნდა მივეჩვიოთ, რომ თუ დროულად წინასწარ პასუხი არ გავეცით ყველა საკითხს და წინასწარ არ ავანთეთ, ასე ვთქვათ, წითელი შუქი იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის ესეთი გადაწყვეტილება მისაღები საზოგადოებისთვის, მოგვიანებით უკვე მართლაც გვიანი იქნება. ქურდების მხრიდან ხალხის დაბარება და საქმეების გარჩევა არადისკრიმინაციულია? თუ ვაზვრატები არ არის დისკრიმინაციული? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანები თავის თავს თვლიან დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტებად. ეს მათ ნათქვამი აქვთ, ამბობენ და ამას არ უარყოფენ და რას ნიშნავს დისკრიმინაციული? მათი საქმიანობა არის დანაშაულებრივი სამყაროს კოორდინაცია, მათთან მუშაობა, ასე ვთქვათ, დატერორება სხვადასხვა ბიზნეს თუ კონკრეტული ადამიანების და ეხლა ვამბობ ჩვენ რომ დისკრიმინაციულია ეს ყველაფერი? არ ვიცი ეხლა, მე მგონი ნანა კაკაბაძეს ჯობია პასუხი გასცეს საზოგადოებამ. იმიტომაც რომ სხვათა შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რასაც ესე გვაკრიტიკებს დღეს ვენეციის კომისია, ისევ და ისევ ნანა კაკაბაძის და ბესელიას მიერ შედგენილი სია. მე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ჭორი დადის იმასთან დაკავშირებით, პირადად ქალბატონ ნანა კაკაბაძეს რა შეჭირდება ეს ყველაფერი რა, მაგრამ ხო არ ვიცი, კარგი იქნება თუ კითხავთ საზოგადოებას. არის ინფორმაციები, მე არ ვიცი, მე მსმენია ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომ იმ სიაში მოხვედრილი იყო, კონკრეტული თანხებია გადახდილი ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ თქვენს გაერკვევით ამ ინფორმაციაში და მოიძიებთ ამ ინფორმაციას. ამას თქვენ ამბობთ, არ ვიცი, მე ამას ვერ გამოვრიცხავ. ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავ, მით უმეტეს რომ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პირდაპირ, მოდით აი ესე ვთქვათ, პოლიტპატიმრები, რომლებიც გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა არის დიდი ნაწილი და ბრალდებული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. არც ერთი საქმე, არც პროკურატურას, არც პარლამენტს არ გამოუთხოვია სასამართლოდან და არ უნახავს თუ რა მტკიცებულებები იყო ამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. ეს ჩემი აზრით უკვე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს სვამს, როგორ ხდებოდა ამ სიის შედგენა და ამ ყველაფრის შერჩევა. და ბატონ გიორგი, ჩაიკითხებით ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების. დაზე? საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიციატივა გამოდის ასევე იუსტიციის სამინისტროს შევიდეს ცვლილებები. კონკრეტულად როგორც ცნობილია, თქვენ არ უჭერთ ამ ინიციატივას ხართ. რას უნდა დაუჭიროთ? ხარი რომ თეატრო ლუკიანმა მერე გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს მოსამართლე, ვინ უნდა დაინიშნოს და განთავისუფლდეს სასამართლოში? აი ძალიან სასაცილოა. აი ხა ხელისუფლებაზე ზეწოლად. მოდით. აღვიქვამ კი არა, ეს ესია. რას ნიშნავს აღვიქვამ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად? ეს ესია. რომ უნდათ სასამართლო ხელისუფლება დაიქვემდებაროს თეატრო ლუკიანმა და ის რაც არ მოსწონს, რომ ასე ვთქვათ, ბეჭედს არ ურტყავს სასამართლო ყველა მის შუამდგომლობას, ხვალ დაურტყას ბეჭედი. აი ეს არის პრობლემა. მაგრამ მოდით აი გლობალურად შევაფასოთ რა ხდება ქვეყანაში ზოგადად
სხვადასხვა ხელისუფლების შტოებს შორის. 1 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელმაც ახალი უმრავლესობა ჩამოაყალიბა პარლამენტში, უმრავლესობამ აირჩია ახალი მთავრობა, ხომ? და ამას პრეზიდენტმა ხელი არ შეუშალა. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გვესმის, რომ პრეზიდენტის არჩევითობის მექანიზმი შეიძლება გადაიხედოს, შეიცვალოს და პრეზიდენტი აღარ იქნას პირდაპირ არჩეული და პრეზიდენტი არჩიოს პარლამენტმა და იმ პარლამენტმა, რომელიც 1 ოქტომბერს დააკომპლექტდა. ანუ პრეზიდენტიც უნდათ პირდაპირ ვთქვათ, რომ აქციონ მარიონეტად მთელი ამ სისტემის. მეორე მიმართულება და ხალხს ართმევენ პირდაპირ არჩევნების უფლებას. შემდეგ სასამართლო ხელისუფლება. პირდაპირ ასე ვთქვათ, თავდასხმა და თითქოს იმით გამართლება, რომ საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ იუსტიციის საბჭოში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, როცა არასამთავრობო სექტორის მოსაზრება არ გაითვალისწინა უმრავლესობამ და აირჩია, ასე ვთქვათ, ომბუდსმენად ის, ვინც უნდოდა თვითონ უმრავლესობას და არა ის, ვისაც ეუბნებოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესენი არ არიან რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ჩვენთან ასე ვთქვათ, ახლო კონტაქტში იყო ოდესმე. შემდეგ, ანუ სასამართლო უნდათ და მეოთხე ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე ცვლილება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და იქაც უნდათ დაითხოვონ დღეს არსებული ასე ვთქვათ სამეურვეო საბჭოს წევრები და აირჩიოს იგივე პარლამენტმა, იგივე უმრავლესობამ დააკომპლექტოს ეს წევრები. ანუ აბსოლუტურად ტოტალური კონტროლის ჩამოყალიბება უნდათ ყველა მიმართულებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ძალიან დიდი სერიოზული საფრთხის შემცველი და მე არ მგონია, რომ ეს არის ის სამართლიანობა, ის დემოკრატია, რომელსაც ხალხი ითხოვს ზოგადად სახელმწიფოში და მე ამას ყველაფერს დავარქმევდი უსამართლო სამართლიანობას, რომელიც მართლაც სალსახად ფეხს იკიდებს საქართველოში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დროულად პასუხი გასცეს თითოეულ ინიციატივას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. ერთი მინდოდა SNG-სთან დაკავშირებით ჩვენ დეტალურად საგარეო ვექტორზე არ გვისაუბრია, მაგრამ რამოდენიმე განცხადება მოვისმინე უმრავლესობის წევრების კითხვა იყო წეღან გია ბარამიძემ მისცაო SNG-ში შესვლას ხარი დაუჭირა. ერთი აბსოლუტურად სხვა დრო იყო და სხვა რეალობა იყო და დღეს სრულიად სხვა სიტუაცია, მაგრამ არ ვიცი მაშინ მისცა თუ არა ხმა, ეხა მე სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ სხვათა შორის. მაგრამ მე მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ აი ზოგიერთი უმრავლესობის წევრის განცხადება ისეთი იყო, რომ თითქოს ამასაც ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენ ლამის, რომ რუსეთის ფედერაციაში თურმე იქ გააკეთა განცხადება ვიღაცამ, ხო? და კიდე ერთი მინდა თქვა, რომ ესა გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, წეგან სანამ გამოდიოდი, არ ვიცი სად გააკეთა კომენტარი, ბატონ ლევან ბერძენიშვილის კომენტარი ვნახე, რომ ყურში უჩურჩულაო ევროსაბჭოს წარმომადგენლებსაც და მათ მიიღეს ეს რეზოლუცია. ისე მე მართლა მიხარია, რომ ნაციონალურ მოძრაობის რიგებში ჩვენ გვყავს გიორგი კანდელაკი, რომელსაც შეუძლია ყურში უჩურჩულოს მთელ მსოფლიოს ლიდერებს და მიაღებიოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად შესაბამის, ასე ვთქვათ, გამოყენებას მოუძებნით. საერთოდ სასაცილოა ესეთი განცხადებები, რომ რასმუსენს ყურში უჩურჩულა, ევროსაბჭოს წევრებს ყურში უჩურჩულა, სხვებსაც ყურში უჩურჩულა და ეხა ერთი ამერიკა დაგვრჩა, იქაც გვინდა გავაგზავნოთ კანდელაკი, რომ ყურში უჩურჩულოს, იქაც ძალიან ბევრ ადამიანს და შესაბამისი გადაწყვეტილება. და ერთი რამე მინდა ვთქვა, ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა იყენებდა ასე ვთქვათ ძალიან ბევრ შესაძლებლობას იყენებდა, ვთქვათ აფინანსებდა იქ ლობისტურ ორგანიზაციებს, ასე შემდეგ და ეს იყო პიარის ნაწილი და ამიტომ უჭერენ დღეს მხარს მათ პოზიციებს და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა პირადად არაერთი მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ ლობისტურ ორგანიზაციები დაეფინანსებია და ასე ვთქვათ, რომელიც დაიცავდნენ მის ინტერესებს კონკრეტულად ამერიკაშიც და ევროპაშიც. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა ლობისტური ორგანიზაციაც არ უნდა დაიქირაო და დააფინანსო. თუ შენ იმ ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგები შენ გადაწყვეტილებებში, რაც დემოკრატიის პრინციპებად არის მიჩნეული ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერც ერთ შემთხვევაში შენ პოზიციას ვერავინ მხარს ვერ დაუჭერს. ძალიან დიდი მადლობა.
სხვა შორის თუ გახსოვთ შევარდნაძის ინიციატივა იყო ჩვენს ესენგეში შესვლას არ ვაპირებდა მე ესე მახსოვს ისტორიას თუ გადავხედავთ და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა რომ მაშინ ესენგეში შესვლის ჩვენ ფიქრობდით ანუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობდა რომ მაშინ ჯერ კიდევ არაოკუპირებულად გამოცხადებულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა საქართველოს თუმცა თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ რომ ამას პირიქით უარესი მოქმედებები მოყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 98 წლის გალის მოვლენები და ძალიან ბევრი საკითხი. საერთოდ გუშინ იყო საკმაოდ საინტერესო მე ვფიქრობ აქცენტები, იქაც სერგი კაპანაძე იყო გამოსული და მე ვფიქრობ რომ მას ეკუთვნის ეს განცხადება საგარეო ურთიერთობები ეს არის ჭადრაკის დაფა, სადაც რამოდენიმე სვლით ადრე უნდა გათვალო დღეს რასაც აკეთებ, რას მოგიტანს ის წელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი მთელ მსოფლიოში მირჩნეული არის ყველაზე არა, ასე ვთქვათ, სანდო პარტნიორად. მან შეიძლება ხელი მოაწეროს ნებისმიერ რამეს, მაგრამ არ შეასრულოს ეს ყველაფერი. და მე ვფიქრობ, რომ ამის გათვალისწინება საქართველოს ახალ ხელისუფლებასაც სჭირდება აუცილებლად.